პარტია „ედინაი რასიამ“ მოსკოვის მერის პოსტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 4 კანდიდატურა წარუდგინა. ეხო მასვლის ინფორმაციით, მერის კანდიდატურების სიაში მოხვდნენ ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი იგორ ლევიტინი, რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსი სერგეი სობიანინი, ნიჟეგოროდის მხარის გუბერნატორი, მოსკოვის ყოფილი ვიცემერი ვალერი შენცევი და მოსკოვის ვიცემერის მოვალეობის შემსრულებელი ლუდმილა შვეცოვა. მოსკოვის საქალაქო სათათბიროს თავმჯდომარემ ვლადიმერ პლატონოვმა დედაქალაქის მერის კანდიდატურები უკვე დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მედვედევი მერობის 4-ვე კანდიდატს უკვე შეხვდა. გადაწყვეტილებას მედვედევი 10 დღის ვადაში მიიღებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერი იური ლუშკოვი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანების საფუძველზე მოხსნეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ლუშკოვის მოხსნის მიზეზად განაცხადა, რომ მას აღარ ენდობა. ბოლო გამოკითხვების თანახმად ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას რეიტინგი მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის რეიტინგს გაუტოლდა. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN იუწყება. კითხვაზე რომელი უკეთესია, ბუში თუ ობამა, ამერიკელთა 47%-მა ობამას დაუჭირა მხარი, 45%-მა კი ბუშს. ტელეკომპანიის ცნობით, გასულ წელს ობამას მხარდამჭერთა რაოდენობა 23%-ით მეტი იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის ნობელის პრემიის ლაურეატის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. liu xiaobo ნობელის მშვიდობის პრემიის ჩინეთში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის დააჯილდოეს. ჩინეთის ხელისუფლება liu xiaobos პოლიტიკურ დისიდენტად მიიჩნევს. ჩინეთმა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინა. ნორვეგიის ელჩს პეკინში ოფიციალური პროტესტი გამოუხატეს. ჩინეთის ხელისუფლების აზრით, liu xiaobos დაჯილდოება ნობელის მშვიდობის პრემიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 54 წლის ლიტერატურული კრიტიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლუის xiaobo ხელისუფლების დამხობის წარქეზების ბრალდებით ციხეში 11 წლიან სასჯელს იხდის. ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 2300-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა. ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. ექსპერტების აზრით, საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს. არჩევნების დასრულების შემდეგ ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დღეს ყირგიზეთში ტარდება, ქვეყნის სახელმწიფო წყობას შეცვლის. არჩევნების შემდეგ ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცევა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით ერთპალატიანი პარლამენტის არჩევის შემდეგ სახელმწიფოს მართვის ფუნქციები პრემიერ-მინისტრს დაეკისრება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს, ხოლო პრეზიდენტი წარმომადგენლობით ფუნქციებს შეასრულებს. საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია. ხმას ყველა პარტიას მივცემდი, რადგან კარგი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. ცუც არავინ გვპირდება, თუმცა რა თქმა უნდა ხმას ყველას ვერ მისცემ. იმედი გვაქვს ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ხალხი დაიღალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მოვა. ყველას კარგი მომავლის იმედი აქვს. არჩევნების გამო ყირგიზეთში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მიიღეს. ქვეყნის ყველა ძალოვანი სტრუქტურა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. უსაფრთხოებას 30,000-ზე მეტი ძალოვანი უზრუნველყოფს. უპრეცედენტო ზომები ქვეყანაში არასტაბილური ვითარების გამო მიიღეს, რადგან რევოლუციის შემდეგ არეულობის უამრავ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ამ არჩევნებისგან დემოკრატიული პროცესების დაწყებას ველით. ეს არის პირველი დემოკრატიული არჩევნები ყირგიზეთის არსებობის 19 წლის განმავლობაში. არჩევნების დაწყებამდე ქვეყნის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ მოუწოდა მოსახლეობას დაუმტკიცო მთელს მსოფლიოს, რომ ყირგიზელი ხალხი ეროვნული დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ნათესავები დღეს სმოლენსკში ტრაგედიის ადგილზე ჩავლენ. ამის შესახებ გაზეტა რუ იუწყება. ნათესავები დღეს ნახევარი წლის წინ მომხდარი ტრაგედიისადმი მიწვნილ სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სავარაუდოდ სამგლოვიარო ცერემონიაში კატასტროფის დროს დაღუპულთა 250-მდე ნათესავი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ვარშავიდან 2 სპეცრეისით გამოფრინდებიან. როგორც გაზეტა რუ იუწყება, სამგლოვიარო ცერემონიას რუსეთის მხრიდან ქვეყნის პირველი ლედი სვეტლანა მედვედევა დაესწრება. დაგეგმილია მემორიალურ კომპლექსს კატინის დათვალიერებაც. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ავიალაინერის კატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა. ათასობით იტალიელი 15 წლის სარას კაცის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო დაკარგული გოგონას ამბავმა, რომლის მკვლელობის შესახებაც დედამ პირდაპირ ეთერში შეიტყო, მთელი იტალია შეაშფოთა. სარას პოვნა დედამ ერთ-ერთ თორქ-შოუში მონაწილეობის მიღებით გადაწყვიტა. იტალიური შოუს სახელწოდებით ვინ ნახა ადამიანებს დაკარგული ახლობლების პოვნა შეეხმარება. სარას დედასთან შემდგარი ტელეხიდის დროს წამყვანმა შეიტყო, რომ პოლიციამ სარას კაცის სხედარი იპოვა და ეს ამბავი დედას პირდაპირ
პირდაპირ ეთერში უთხრა. აღშფოთებულმა იტალიელებმა შოუს წამყვანი ბარბაროსულ ქცევაში დაადანაშაულეს. იტალიის სახელმწიფო არხი RAI, სადაც ტელეშოუ გადიოდა, საზოგადოების მხრიდან აგრესიის მიზეზი გახდა. ვიეტნამში დედაქალაქ ხანოის დაარსების დღეს სამხედრო აღლუმითა და ფეიერვერკებით აღნიშნეს. საზეიმო აღლუმში 40,000-ზე მეტი სამხედრო და ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობდა. იუბილეის პარკლებში ხანოიში თემატური ექსპოზიციები გაიხსნა, რომლებიც დედაქალაქის 1000-წლოვან ისტორიას მიუძღვნეს. თუმცა ვიეტნამში დღემდე არ იციან დედაქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი. იმის გამო, რომ ფრანგმა კოლონიზატორებმა ხანოი 1954 წლის 10 ოქტომბერს დატოვეს, სიმბოლურად სწორედ ამ დღეს აღინიშნება დედაქალაქის იუბილეც. იციან მხოლოდ ის, რომ ხანოი დაახლოებით 1010 წელს დაარსდა. $3006-მა წყვილმა სამხრეთ კორეაში მასობრივი საქორწინო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონია გაერთიანების ეკლესიის პასტორებმა ჩაატარეს. ეკლესიის მრევლი სამხრეთ კორეაში ყველა კონტინენტიდან ჩავიდა. მასობრივი ქორწინება პირდაპირ ეთერში 194-მა ქვეყანამ გადასცა. ქორწილი ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიშიც ჩატარდა. მსოფლიოში მასობრივი ქორწინების რეკორდული რიცხვი ბოლოს 2008 წლის 8 აგვისტოს დაფიქსირდა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სურვილი ავსტრალიამ ძალზეც უცნაურად გამოხატა. 7000-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარი ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში ჰერბორის ხიდზე შეიკრიბა. ხიდი მწვანე ტალახით დაფარეს, ცენტრში კი უზარმაზარი საფეხბურთო ბურთი დაამონტაჟეს. შემდეგ კი ხიდზე პიკნიკი მოაწყვეს. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2012 წელს ჩატარდება. ერთ-ერთი პრეტენდენტი ქვეყანა სწორედ ავსტრალიაა, სადაც შესაძლოა ჩემპიონატი ჩატარდეს. მასპინძელი ქვეყნის ვინაობას კი FIFA 2 დეკემბერს ციურიხში დაასახელებს. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის სასახლეში გუშინ დაიწყო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭაბუკთა შორის მოასპარეზე გიორგი კაციამ ლიტველი, ყაზახი და უზბეკი სპორტსმენების ძლევის შემდეგ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში იჭიდავებს შმარდი შარიფაშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერი ბელარუსი სპორტსმენი დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებენ ახალგაზრდთა შორის ბადრი ჯანიაშვილი და გიორგი ტაბატაძეც. გამარჯვების იმედი ჰქონდა, რამე თუ წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგივე ასაკში, იგივე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა სლავა რეზესიძე და იმედია წელსაც ველოდით მისგან ასეთ პირველ შედეგს, რომ იტყვენ ოქროს მედალს. ობიექტური იყო საჯობა, ყველაფერი ორგანიზატორებმაც ნორმალურად იმუშავეს მაგაზე. მომზადებული ვიყავი ყველანაირად, ველოდი ამ შედეგს და ბიჭებს წარმატებას უსურვო, რა თქმა უნდა. უშინოს სახელმწიფო უწყებებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში სახელმწიფოს 14 სამინისტრო იღებს მონაწილეობას. პირველი მატჩი ერთმანეთს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო დაუპირისპირდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ 4-1 გაიმარჯვა. ეს არის უწყებათა შორის ტურნირი, მინისტერიატი და საკმაოდ კარგი გუნდები არიან წარმოდგენილები სამინისტროებიდან. ერთის მხრივ ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და მეორეს მხრივ სახელმწიფო სამსახურში ყველა უნდა ცხოვრების ჯანსაღი წესით მუშაობდეს და ცხოვრობდეს. კარგი მეტოქე ყავდა ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ გავიმარჯვეთ. არა უშავს. სხვა უფრო ძლიერი მეტოქეებიც არიან და კარგი ტურნირი იქნება საბოლოო ჯამში. მთავარი მიზანი იყო აქ სახელმწიფო მოხელეების სპორტში ჩართვა. ეს ტურნირი შედეგისთან მიუხედავად გამოუვა, როგორც თამაშს რაც შეეხება, მაინც გადაწყვეტა ალბათ გამოცდილებამ, რომელიც სპორტის მუშაკებს ამ სფეროში გააჩნია. კარგი დასაწყისი არის ამ ღონისძიების. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურა უკლებლივ ყველა სამინისტრო და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად ყველა უწყების მაღალჩინო საინთამაშოს თითქმის 60%, რა თქმა უნდა, ვისაც დრო აძლევს საშუალებას, რომ შაბათი კვირა სპორტით დაკავდეს და რა თქმა უნდა, კარგი არის ჯერ პირველ რიგში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობს თვითონ ამ ღონისძიებაში და რა თქმა უნდა, ესეც ერთგვარი პოპულარიზაცია არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრების